მოსაყდრე არის ადამიანი, რომელიც ეხმარება მეორე ადამიანს რა. ანუ ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც აქვს ძალაუფლება, ლეგიტიმური ძალაუფლება კათოლიკოსისგან, რომ დაეხმაროს მას. იმ საქმეებში, იმიტომ რომ დიდია ეკლესია და ეხლა ეს უამრავი საქმეა გასაკეთებული, უწმინდეს აღარ აქვს თავი რომ ამდენ მღვდელს მოусმინოს, ამდენ აღსარებებს უსმინოს, ამდენი გადაწყვეტილებები მიიღოს. მაგრამ რაც არის გადაწყვეტილებები, გადასაწყვეტი სერიოზული თემები, ყველაფერი არის უწმინდესთან შეთანხმება პირიქით მარტივი თემები. არა, თან ესენი რა იმას ანვითარებენ, რომ უწმინდესი დაბერდა, მას აღარ შეუულია, მას ტვინიც აღარ უჭრის, ესე ვთქვათ, გესმით, ამას ანვითარებენ, რომ მაგის მაგივრად წვიტავენ იქ. საპატრიარქო. აი ამ თეორიას ანვითარებენ რა, არც იციან შიგნით როგორი გაწმენდილი და საღიაზროვნების ტვინი აქვს უწმინდეს, რა თქმა უნდა. ხო და აი ეს არის ცდელობა, რომ რაღაცა შიგნით წარმოაჩინონ, რომ საპატრიარქო არის ცუდი. ხო. ესმის უწმინდესი კარგია, მოდი არ შევეხოთ იმას, იმიტომ რომ დიდი პრობლემები შეგვექმნება რა. აი მეუფე პეტრე ხო შეეხო უწმინდეს საშინელებები რო უწოდა, ხო? და ნახეთ რა როგორც არის ახლა ხო და სადაც არის და აი ახლა იქ რა შეხება არ გვინდა, მოდი საპატრიარქო გამოვყოთ და ჩვეულებრივი ტექნოლოგიებით ცდილობენ, რომ რაღაცა მიზანს მიაღწიონ, რომ ვითომ საპატრიარქო არის ცუდი. ჯაღმაიძეა ცუდი, მეუფე შივა რუსეთისგან დანიშნული. რა ქვია ის ბოტკოველი, მეუფე თეოდორე, ანდრია ის ვინც არის? ყველანი არიან რუსეთისგან და თვითონ რუსეთისგან მიიღო ესე იგი არქიმანდრიტობა, საიდან მიიღეთ არქიმანდრიტობა? დიდი ბოდიში. თუ როცა არქიმანდრიტობას გაძლევდნენ, კარი ხოლმე. კარგი არის. უცებ გახდნენ. უცებ გახდნენ. ხო, ნუ აი ესე რაღაც არ არიან თანმიმდევრულები, არეული აქვს, რაღაცა შეპყრობილი არიან, რაღაცა იდეით, მიზანით და უკვე რეალობას მოშორებულები არიან.